ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო. შეხვედრებზე განიხილეს პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციის და ჩიპირების პროცესის დაწყების ორგანიზაციული საკითხები, ასევე პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით კარ-და-კარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია, ვაქცინაცია, მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზარში რეგისტრაცია. Ამშული პროცესთან დაკავშირებით ვახორციელებთ რეგიონებში შეხვედრებს, შევხვდით როგორც გუბერნატორს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და გავწერეთ ის გეგმა გრაფიკი და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საერთო ჯამში დაეხმარება პროგრამის ეფექტურ შესრულებას და ღონისძიების წარმატებით განხორციელებას. შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე და იმ აუცილებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც ამ პროგრამის ფარგლებში არის გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრით. საკითხი შეეხებოდა ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამას, რომელიც უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტები მზად არის ჩაერთოს პროგრამაში.